საღამომშვიდობის პირდაპირ ეთერშია ტელეკომპანია რიონის საინფორმაციო სამსახური დღის მთავარი გამოშვებით სტუდიაში ლაშა გაგოშვიძე და ნატალი რევიშვილი მუშაობს. საღამომშვიდობის დღეს თქვენ პროგრამაში ნახავთ. ხმაური Medical City-ში რა ხდებოდა სამედიცინო დაწესებულებაში ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. მომაკვდავი ბავშვი გაუშვენ და უთხრენ მე არ ვიმყოფებოდი ადგილზე 4 დღეში გარდაიცვალა აქვს მეოთხე სტადიის სიმსივნე. იმერეთს ახალი გუბერნატორი ხავს, ვინ არის გივი ჭიჭინაძე, გაიგეთ დღის ამბებში. მე მინდა შემოგთავაზოთ ახალი გუბერნატორის კანდიდატურა, ეს გახლავთ ბატონი გივი ჭიჭინაძე. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ისევ გიორგი ღავთაძე აირჩიეს უყურეთ საინფორმაციო პროგრამაში. ეს მანდატი, რომელიც აკადემიურმა საბჭომ მომცა, თითოეულ უნივერსიტეტელთან ერთად მინდა ლოგიკურ დასასრულამდე დასრულებად ჩემი საარჩევნო პერიოდის დასასრულამდე იმერეთის გუბერნატორის ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებს ვაკის გამგებელი გივი ჭიჭინაძე წარუდგინა. პრემიერმა ყოფილი გუბერნატორის მუშაობა დადებითად შეაფასა და თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა. იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი თანამდებობიდან 22 თებერვალს გადადგა. ამის შესახებ მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თუმცა გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუკონკრეტებია. პრემიერ-მინისტრთან შემდგარი კონსულტაციების შემდეგ იმერეთის რეგიონი მართლაც ერთ ყველაზე დიდი, უბრალოდ ყველაზე დიდი რეგიონია, 12 რაიონი არის ამ რეგიონში და მე მესმის რომ ეს არის მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობა თუნდაც იგი მთავრობის საკუთარ თუ რაიონში ამ მხარეში და მე დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერს გადაგეთქვით რომ ჩვენი ნდობა ხალხის ნდობა პროექტში გამართლდა. მართლა ძალიან დიდი რეგიონია, კარგად რომ ნახევარად იმერეთში ვარ გადავიდი და 12 რაიონს კარგად ვთქვათ შეიძლება ითქვათ და მომართული ვარ ყველანაირად დავუდგეთ ჩვენ ქვეყანას და ჩვენ რეგიონს. მოგეხსენებათ რომ გუშინ იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა მოგმართა ჩვენ გადადგომის მოთხოვნით. მე მინდა შემოგთავაზოთ ახალი გუბერნატორის კანდიდატურა, ეს გახლავთ ბატონი გივი ჭიჭინაძე. ყველასთვის კარგად ცნობილი ბატონი გივი, რომელიც ამჟამად გახლავთ ვაკის რაიონის გამგებელი. თქვენ მინდა აღნიშნო რომ ყოფილმა გუბერნატორმა ბატონმა ზაზა მეფარიშვილმა ძალიან კარგად იმუშავა ბოლო 2 წლის განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობებზე. მე მინდა მას მადლობა გადავუხადო. იმერეთის ახალ გუბერნატორს ქუთაისში ხვალ ელოდებიან. გივი ჭიჭინაძე პირველ შეხვედრას გამგებლებთან გამართავს. ჭიჭინაძე ამ დრომდე ვაკის რაიონის გამგებელი იყო. 2012-2013 წლებში პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს რეგიონული სამსახურის უფროსი და აღმასრულებელი მდივანი. მანამდე კი სხვადასხვა დროს საქართველოს საბაჟო დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, არის ღირსების ორდენის კავალერი და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. ერთი საინტერესო დეტალი ჭიჭინაძის ბიოგრაფიიდან. 1992 წლიდან დღემდე ის ანსამბლ ქართული ხმების სოლისტია. ქუთაისში იქნებოდა 12 საათზე უკვე ყველა რაიონის გამგებელში ვხდებით და პირველ საათზე უკვე რაღაც პროექტზე ვისაუბროთ სოციალურ სამართლის წარმომადგენლებთან ერთად. აი შეგვიძლია მოხდეს გითხრა, ხოლმე ჩამბოლ მე შეგვიძლია უკვე ყველაფერი ესე გავიაროთ, როგორც ხელშენა გითხები და როგორც საჭიროა. წინახევრის პაციენტის ოჯახი Medical City-ს წინააღმდეგ ბაღდადის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები ტელერადიო კომპანია რიონში მოვიდნენ და დღის ამბებს დახმარებას თხოვეს. რაც ედავებიან ისინი სამედიცინო დაწესებულებას და რატომ გამოიძახეს პატრული Medical City-ში, დეტალებით დათო ცხვარაძე. დაპირისპირებას სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტის ოჯახის წევრები Medical City-ს მედპერსონალს წლინახევრის ბავშვის არასწორ მკურნალობასა და მისდამი არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ. როგორც არასრულწლოვანის ოჯახი აცხადებს, ქირურგებმა ბავშვს მეურვეის ნებართვის გარეშე გაუკეთეს ოპერაცია, რის შემდეგაც ოჯახს განუცხადეს, რომ არასრულწლოვანს ონკოლოგიური დაავადება სჭირდა და რამდენიმე დღეში გარდაიცვლებოდა. ეცუდე პატრონიკა, ესე იგი ძალიან ხოთ რა. ისტორია ჩაიბარებს, მომბძანდეს ბავშვის შედეგი. ჩაიბარე ადვოკატის შედეგი არაფერს ახსენებს. ეს ტერიტორია დატოვეთ რა ძალიან. ძალიან გთხოვთ რა.
დაცვა პატრული გამოიძახეთ სასწრაფოს. და მომაკვდავი ბავშვი გაუშვენ და უთხრენ მე არ ვიმყოფებოდი ადგილზე 4 დღეში გარდაიცვლება აქვს მეოთხე სტადიის სიმსივნე და 4 დღეში გარდაიცვლება. ბავშვი შევიდა 17 თებერვალს ღებინებით, მხოლოდ ღებინებით სტაციონარში. არ ჩატარებულა ბავშვისთვის არც კომპიუტერული დღეს 21 საუკუნეა მედიცინა წინ მიიწევს არავითარი კომპიუტერული კვლევა. მხოლოდ რენტგენის საფუძველზე მოხდა ბავშვის გაკვეთა წლის და 5 თვის ბავშვის. ჩატარდა გაკვეთა როგორ მოხდა? ვერ გეტყვით. ეგ ხომ მე არ ვიცი. ეს თვითონ უნდა გამცემ პასუხი. ბევრი კითხვაა, პასუხი არ ეცემა. დღეს გვაძლევენ ფორმას და გაგვატანეს, რომ ბავშვი 4 დღეში გარდაიცვლებოდა. დღეს მოვდივართ და გვიწერენ ფორმაში, რომ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როდესაც ბავშვი გაგვატანენ მომაკვდავი. გვაძლევენ ამ რეცეპტს, თუ ბავშვი მეოთხე სტადიისა და ონკოლოგიურად დაავადებულია, გვაძლევენ ამ რეცეპტს. ხომ გაიგეთ რა ხდება? ამ რეცეპტით მეოთხე სტადიის ბავშვის და მხოლოდ ანალგინდიმედროლით ხდება ბავშვის ოპერაციები, ბავშვის და ონკოლოგიური მეოთხე სტადიის ბავშვის ტკივილის გაყუჩება. ნეტა წამეყვანა პირდაპირ თბილისში და ეს საქმე ხო არ მოხდებოდა. იქნებ რამე შველოდა. მე დედა თუ არა მანამდე მე ისე კარგად ეპრობოდი ჩემს შვილზე ჩვენც ყველა აპარატში რომ მე მაღაზე ვერ ვიეჭვევდი, მაგრამ მე რომ გავიდა დრო და ოპერაცია ხო ოპერაცია რომ გავუკეთდა შეგვიყვანსა გვითხრეს რომ ესო გამოჩნდა თირკმლის სიმსივნეო. თუ მოკდება ჩემი შვილიშვილი ღმერთმა არ მომჯერა. გაიკვეთება ბავშვი. რა აქვს ჩატარებული? რა დონეზე აქვს ჩატარებული ყველაფერი? ისტორია, ფორმასი, ყველაფერი. მე გაირკვევა სულ ყველაფერი შვილო. ამას პროვოკაციას თქვენ ეძახით ხო? მე არ ვეძახი პროვოკაციას. ოჯახის წევრების ბრალდებებს Medical City-ში პასუხობენ. ექიმები ბრალდებას უარყოფენ და ისტორიის განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ. დღეს მათ საპატრულო პოლიციის გამოძახებაც დასჭირდათ. ისტორია 92 გვერდიანი ტაქსეროქსებული არის მზად. მის შემდგომ რაც მათ ოფიციალურად განცხადებით მოითხოვენ ისტორია, ამას აქვს ყველაფერს თავისი წესი და ეხლა ვითხოვთ. იმიტომ ჩვენ ვალდებული ვართ მოვითხოვოთ. ნებისმიერი შვილის, ანუ პაციენტის წარმომადგენელი, ეს იქნება დედა, მამა, ბიზა, რომლებიც დაგვიფიქსირებენ განცხადებაზე ხელის მოწერით, რომ მათ ჩაიბარენ ისტორია, ეგ არის და ეს მეტი არაფერი. დანარჩენი პაციენტებო ძალიან დიდი მადლობა პირადად თქვენ, რომ საუბრობთ ნორმალურად, თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს სამეცნიერო დაწესებულებასთან, არსებობს სამეცნიერო სამართლებრივი ნორმა და სამართლებრივი ნორმის ფარგლებში გადაწყვეტილ საკითხი. როდესაც ბავშვი გაიჭრა და ქირურგმა ნახა სამწუხაროდ და საუბედუროდ ბავშვის ის ოპერაცია, რომელიც გამოც ის გაიჭრა, მას ჩაუტადა ქირურგიულად, მაგრამ აღმოაჩნდა სამწუხაროდ და ეჭვი მიიტანა ქირურგმა ისეთ დაავადებაზე, რომლის მკურნალობა ამ სამედიცინო დაწესებულებაში არ შეიძლება და კანონით აკრძალულია, ვინაიდან ჩვენ არ აგვაქვს შესაბამისი ლიცენზია და ნებართვა. ბავშვი მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან და დოკუმენტზე, სადაც მშობელიც, წარმომადგენელი ვინც იყო იმ შემთხვევაში, აწერს ხელს, მიეცა პირდაპირ მითითება, რაზეც ბავშვის წარმომადგენელს განემარტა, რომ ბავშვი საჭიროებს ონკოლოგთან სათანადო კონსულტაციის ჩატარებას. არასრულწლოვანის ოჯახის წევრები სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ. ნიკიას ქუჩაზე ნომერ 4 პოლიკლინიკის შენობის ირგვლივ არსებული ანტისანიტარია. ადგილობრივები ფაქტს აპროტესტებენ. პოლიკლინიკის თანამშრომლებს დაბინძურებულ გარემოსთან ერთად წყლის გახეთქილი მილიც აწუხებთ. დეტალები ჩვენ სიუჟეტში. საყოფაცხოვრებო ნარჩენები, პოლიეთილენის პარკები და ბოთლები. ეს მეოთხე პოლიკლინიკის ირგვლივ არსებული მდგომარეობაა ტერიტორიაზე. ადგილობრივები შექმნილ ანტისანიტარიას აპროტესტებენ. ნიკიას მოსახლეობის თქმით დანაგვიანებული ტერიტორია მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ყველას უშლის ხელს ეს ნაგავი ეს ცელოფნები ყველგანაა გამოკიდებული ყველაფერი და ძალიან უსიამოვნო შეგრძნება რომ გაიხედავს ვინმე და შეხედავს ასეთ რაღაცას. ნამდვილად არ არის სასიამოვნო. რა თქმა უნდა, ბავშვებისთვისაც ქმნის ყოველგვარი მას ეს აცრებიც და ისედაც ალერგია და რა ვიცი, ათასნაირი ესენია და ყველას უშლის ხელს რა თქმა უნდა. საფრთხე არის ბავშვებისთვის და ყველასთვის საფრთხე არის დანაგვიანება რა თქმა უნდა. ის რომ ვთქვათ, რომ მთავრობისგან არ არის მოწესრიგებული, ამას ვერ ვიტყვით. ეხლა რასაც უყურებთ, ნამდვილად არ არის სასიამოვნო. და უნდა იყოს ყველაფერი გასუფთავებული. მეოთხე პოლიკლინიკის დირექტორის თქმით, ანტისანიტარიის გარდა ადგილზე კიდევ ერთი პრობლემა წყლის დაზიანებული მაგისტრალია. ბეჟენ მამაგეიშვილის ინფორმაციით, წყალი სამედიცინო დაწესებულების სარდაფში ჩაედინება, რაც შენობის საძირკველს აზიანებს.
ჩვენი ძალებით ეს ბილი რა თქმა უნდა ვერ შეკეთდება, იმიტომ რომ არის მაგისტრალური ბილი და ჩვენ არ გვაქვს არც მაგის საშუალება და არც უფლება რომ შევეხოთ და გავაკეთოთ. მივმართეთ რა თქმა უნდა, სიტყვიერი მიმართვა იყო ოფიციალურად არ მიგვიმართავს, იმიტომ რომ ჩვენ არ ჩავთვალეთ საჭიროდ და ჩვენი თავი ესე იგი უფლება ვერ მივეცით ჩვენ თავს რომ ამ საკითხზე შევხმიანებოდით კომპეტენტურ ორგანოებს, იმიტომ რომ ეს არის სხვა უწყების ასე ვთქვათ კომპეტენციაში და ისინი მოდიან და ათვალიერებენ და ხედავენ მას. რაც შეეხება თვითონ წყალსაებობის ერთადერთი ზარალი და ზიანი ალბათ რაც ამ გატეხილი ბილდან არის ის რომ წყალი იღვრება ასე ვთქვათ მიწაში. წყალი მოდის პირველ 2 საათამდე. და ალბათ ისინი როდესაც მოდიან, არა, აღარ მოდის ეს წყალი და ამიტომ ვერ ხედავენ ამას, მაგრამ ნიკიას ქუჩაზე მეოთხე პოლიკლინიკის ირგვლივ შექმნილ პრობლემებზე საუბრობს ნიკიას ქუჩის მაჟორიტარი ირმა პეტრიაშვილი. იგი ქალაქში არ იმყოფება, ამიტომ მასთან სატელეფონო ინტერვიუ ჩავწერეთ. იმ ტერიტორიას რაც შეეხება, სადაც მეოთხე პოლიკლინიკა არის, არ შედის იმ სიაში, სადაც დაგვახდება და შედის მანქანები და თვითონ მსახურება ამ იმაში. მაგრამ ჩვენ მაშინ თქვით, რომ შაბათობები მოვაწყოთ, მეთქი შაშანაც იყო ასეთი შაბათობა მოწყობილი, მაგრამ თავად მოსახლეობას ანაგვიანებს ამ იმას და ახლა ყველაზე საუკეთესო გამოსავალი ისევ შაბათობის მოწყობა არის, რომ ერთიანი ძალებით დავასუფთავოთ ეს მიმდებარე ტერიტორია, იმიტომ რომ ეს ქალაქის დაგვის დამსახურის იმაში არ შედის. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ნიკიას ქუჩიდან ცხელხაზე შეტყობინება მხოლოდ ნომერ 19 და 23 ბინებიდან შევიდა. რაც შეეხება პოლიკლინიკას, არანაირი ინფორმაცია არ ფიქსირდება და მათ პრობლემის შესახებ ჩვენი გადამღების ჯგუფიდან შეიტყვეს. სამი კანდიდატი და უნივერსიტეტის ახალი რექტორი 14/5-ის წინააღმდეგ გიორგი ღავთაძეს სასწავლო დაწესებულებას კიდევ 4 წელი უხელმძღვანელებს. პოსტისთვის ღავთაძესთან ერთად ყოფილი რექტორი გიორგი ონიანი, ქუთაისის ყოფილი მერი დიმიტრი კოპალიანი და მერობის ყოფილი კანდიდატი შერმადინ მიქელთაძე ებრძოდნენ, რომლებმაც კანდიდატურა კოპალიანის სასარგებლოდ მოხსნა. 14 ხმა მიიღო ბატონმა გიორგი ღავთაძე, 5 ხმა მიიღო ბატონმა გიორგი ონიანი. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი აკადემიურმა საბჭომ უკვე აირჩია გიორგი ღავთაძეს საგანმანათლებლო დაწესებულებას კიდევ 4 წელი უხელმძღვანელებს. უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები დღეს გაიმართა. სამმა კანდიდატმა საკუთარი სამოქმედო გეგმა კიდევ ერთხელ გააცნო დამსწრე საზოგადოებას. მეოთხე კანდიდატმა შერმადინ მიქელთაძემ კი კანდიდატურა დიმიტრი კოპალიანის სასარგებლოდ მოხსნა. ხმების რაოდენობა 2 მათგანზე გადადაწილდა. 14-მა ამომრჩეველმა გიორგი ღავთაძეს, 5-მა გიორგი ონიანს დაუჭირა მხარი. გავაგრძელებ უბრალოდ უნივერსიტეტის უკეთესი უნივერსიტეტისათვის ბრძოლას, ქმედებას და განსაკუთრებით რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ის მანდატი, რომელიც აკადემიურმა საბჭომ მომცა თითოეულ უნივერსიტეტელთან ერთად მინდა ლოგიკურ დასასრულამდე გულისხმობ ჩემი საარჩევნო პერიოდის დასასრულამდე მე ვიყო თორემ უნივერსიტეტი და მინდა უსურო საკუთარ თავს რომ ის მილოცვები, რომელსაც ახლა ვღებულებ 4 წლის შემდეგ უნივერსიტეტისათვის იყოს მისალოცი საბჭოს უმრავლესობამ ესეთი გადაწყვეტილება მიიღო, ეს იმას ნიშნავს, რომ გიორგი ღავთაძემ დაგვანახა ის საინტერესო მომენტები, რომლის გამოც მას ნდობა გამოუცხადეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბატონი გიორგი ონიანი რო გასულიყო, მასაც არ დაუდგებოდით გვერდში. ჩვენ ხარში ვდგავართ უნივერსიტეტის ხვალინდელი დღეს და გვჯერა, რომ ის წარმატებული იქნება. რექტორის არჩევნები კანონის სრული დაცვით ჩატარდა. არჩევნების მიმდინარეობას ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაც აკვირდებოდა. კენჭისყრაში მონაწილეობდა აკადემიური საბჭოს 19 წევრი, აქედან 14-მა ხმა მისცა გიორგი ღავთაძეს, 5-მა მისცა ბატონ გიორგი ონიანს. სხვა კანდიდატებმა ხმები ვერ დააგროვეს. დიმიტრი კოპალიანი ამერიკის შეერთებულ შტატებშია და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ მოახერხა ჩამოსვლის და მეკავშირდა თავადმე მისი სამოქმედო პროგრამა წარვადგინეთ საბჭოს წინაშე, თავად ჩაგვერთო Skype კონფერენციაში და შეკითხვებს გასცა პასუხი. რექტორის არჩევნებმა ჩაიარა საკმაოდ ვთქვათ მშვიდი ვითარებაში, აკადემიურად საკმაოდ ღირსეული კანდიდატები იყვნენ წარმოდგენილი და არჩევნების შედეგებიც ვთქვათ დადგა ისეთი რომ არც ერთ ვთქვათ დამსწრეში ეჭვი არ გამოუწევია. არჩევნებს არ ესწრებოდა ერთ-ერთი კანდიდატი დიმიტრი კოპალიანი, იგი ამერიკიდან Skype-ით ჩაერთო და სამოქმედო გეგმა საბჭოს წევრებს კიდევ ერთხელ გააცნო. პრიორიტეტი პროფესორ მასწავლებლებისთვის გიორგი ღავთაძის პროგრამა აღმოჩნდა და მას უნივერსიტეტის მართვის სადავეები უკვე მეორედ ანდეს.
დღეს იპოთეკით დაზარალებულ კიდევ ორ ოჯახს საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების ორდენი მიუვიდა. დაზარალებული ოჯახები დახმარების თხოვნით ქუთაისის მერს შეხვდნენ და მერის წინ საპროტესტო აქცია გამართეს მოთხოვნით შეწყდეს გამოსახლება. ისინი დაბალ პროცენტიან და გრძელვადიან სესხებს მოითხოვენ. ჩვენ მართლაც შეგვქონდა წარმომადგენლების მერი, ჩვენ გავაცადეთ ჩვენი მდგომარეობა, რომ აბსოლუტურად გათიშული არის თვითმმართველობები ჩვენი მდგომარეობისგან. თვითმმართველობებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა, რომ შუამდგომლობა მაინც გაგვიკეთოს მთავრობასთან, რომ შეჩერდეს გამოსახლებები, რომ მისცენ ამ გაჭირვებულ ხალხს ელემენტარული საშუალება გამოსახლებულებს დაეხმარონ სარეზერვო ფონდიდან, გამოსახლებულებს კიდევ მისცენ რაღაც თავშესაფარი. ვითხოვთ დახმარებას, გადარჩეს ერი, ხალხი უმოწყალოდ რჩება ქუჩაში, ერთადერთი სახლებიდან, თავშესაფარიდან გვდევნიან, ყრიან და ადგილობრივი მოსახლეობა ომი რა საჭიროა, ისედაც მილიციისა და იმის ზეწოლის გამო ვრჩებით ქუჩაში და ვრჩებით ემათ, რა ქვია და რა ვიცი, ჩემთვის ომის ტოლფასი არის ეს ყველაფერი, რომ 4 შვილით უნდა გამოვიდე გარეთ. მოვიდნენ აღსრულებლები და მე არ ვიყავი სახში, აქ ვიყავი დაგერაქციაზე და დაურეკა ჩემ მეუღლეს და წავიდნენ უკან, მაგრამ რა იქნება საღამოს არ ვიცი. სად უნდა წავიდო, სად? მე გარეთ ვერ გამოვალ და თუ მომკლავენ შიგნი არ ვიცი. გეგუთი ქუთაისის გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. რაიონის გამგებლის მოადგილის განმარტებით აღნიშნულ მონაკვეთზე ტენდერი საგზაო დეპარტამენტმა გამოაცხადა. საზრაძნელად ის თქმით, სამუშაოები რამდენიმე კილომეტრიანი გზატკეცილის სრულ აღდგენას ითვალისწინებს და იგი ამავე წლის ზაფხულში დასრულდება. შემდგარია ტენდერი, გამარჯვებული მიმომწოდებელი, ტარდება ღონისძიებები და უახლოეს პერიოდში დაიწყება და დასრულდება ამ გზის რეაბილიტაცია. სრულად და ის დაზიანებული მონაკვეთები სრულად აღზრდება და იქნება მწყობში. პროგრამას უცხოეთის სიახლეებით განვაგრძობთ. პრორუს სეპარატისტებსა და უკრაინის არმიას შორის შეტაკებები მარიუპოლის მახლობლად მიმდინარეობს. ამბოხებულების მიერ შიროკინოს რაიონის საარტილერიო დაბომბვას 2 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. მარიუპოლის პარალელურად სეპარატისტების ცოცხალი ძალისა და ჯავშანტექნიკის მობილიზაცია მიმდინარეობს დონეცკში. უკრაინული მედიის ინფორმაციით დებალცევოს მახლობლად ახალი რუსული რადიოსადგური დააფიქსირეს, რომელიც პირდაპირ მოსკოვიდან იმართებოდა. 23 თებერვალი ხარკოვში გლოვის დღედ გამოცხადდა. ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო ქალაქში. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან ალექსანდრე ტურჩინოვზე დაყრდნობით ავრცელებს. ტურჩინოვის პრესამსახურის ცნობით დაჯგუფების წევრებმა, რომლებმაც ტერაქტი ჩაიდინეს, სწავლება რუსეთის ქალაქ ბელგოროდში გაიარეს. პოლონეთის პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკისთან შეხვედრისას ხარკოვში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო. ჩვენმა მტრებმა სადეს ქვეყანაში მდგომარეობის დესტაბილიზაცია განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და მანვე აღნიშნა, რომ კიევში მარშმა ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა. მისივე თქმით, ხარკოვის გარდა ტერორისტული აქტი დაგეგმილი იყო ოდესაშიც, თუმცა სპეცსამსახურებმა შეძლეს საფრთხის თავიდან აცილება. უნგრეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტიის პოზიციები სუსტდება. ვესპრემის ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატის გამარჯვების შემდეგ მმართველმა გუნდმა 3/4-იანი უმრავლესობა დაკარგა. პარალელურად ევროკავშირმა შესაძლოა უნგრეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ატომური თანამშრომლობის კონტრაქტი დაბლოკოს. ბრიუსელში თვლიან, რომ ბუდაპეშტი შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების წინააღმდეგ წავიდეს. ბრიუსელში კი აცხადებენ, რომ დასავლეთის მიერ რუსეთზე განხორციელებული ზეწოლის ფონზე უნგრეთი რუსეთთან პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას ცდილობს. ოსკარის რიგის 97 დაჯილდოების ცერემონია დასრულდა. წლის საუკეთესო ფილმი ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ფილმი ბერდმენი გახდა. მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისათვის ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო ედი რედმენდმა აიღო. ფილმისათვის ყველაფრის თეორია, სადაც ის ცნობილი ფიზიკოსის სტივენ ჰოკინგის პერსონაჟს ასახიერებს. ქალის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებელი კი ჯულიან მური გახდა. ფილმისთვის ჯერ კიდევ ელისი, სადაც ის ალცჰაიმერის დაავადებული ქალის როლს ასრულებს. სამწუხაროდ ოსკარის გარეშე დარჩა ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძის მანდარინები. საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო ოსკარი პოლონელი რეჟისორის პაվել პავლიკოვსკის იდამ მიიღო. პროგრამას ადგილობრივი ინფორმაციით განვაგრძობთ. Medical City-ის ახალი მზერას ინიციატივით და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ადმინისტრაციულ ერთეულებში უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები მიმდინარეობს.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით საქველმოქმედო აქცია სულხან-საფას ტერიტორიულ ორგანოში დაიწყო. სამედიცინო აქციის მიმდინარე პროცესს ქუთაისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დაესწრნენ. ვინჯავთ პაციენტებს და ვახდენთ პრევენციას სიბრმავის და ბევრი სხვა დაავადებების, რაც გულისხმობს გლაუკომას, კატარაქტას, თვალის უკანა მონაკვეთის დაავადებებს, თვალის წინა მონაკვეთის დაავადებებს და ვაძლევთ შესაბამის რეკომენდაციებს თითოეულ პაციენტს. თუ რა თქმა უნდა მათ ჭირდება სრულყოფილი დიაგნოსტიკა და ასე შემდეგ, მათ თავისუფლად შეგვიძლია მოგვიმართონ თბილისში ჩვენ ცენტრალურ კლინიკაში, მაგრამ ძირითადი დაავადებების მკურნალობა, პრევენცია და ასე შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება თვითონ ადგილზე ქუთაისში. საკმაოდ კარგი ინიციატივით მოგვართა ერთ-ერთმა ქუთაისში მოქმედმა კლინიკამ, რომელიც შეეხებოდა მუნიციპალიტეტებში უფასოდ მოსახლეობისათვის იმ სერვისის გაწევას, რომელიც არის თვალის მხედველობის ხარისხის დადგენა და შესაბამისი კვლევის ჩატარება. ეს საკმაოდ ძვირადღირებულია ისე რომ ადამიანმა გაიკეთოს და ჩვენ რა თქმა უნდა მერია დავეთანხმეთ მუნიციპალიტეტებში გავწერეთ განრიგი და ჯამში სადღაც 1500 ადამიანი არის, ვინც გამოთქვა სურვილი. მე მივაჩნია რომ ამ სოციალური ფონდიდან გამომდინარე ძალიან კარგი პროგრამაა, როდესაც მოსახლეობას ეძლევა საშუალება, რომ ეს გამოკვლევა მათივე ტერიტორიულ ორგანოში ჩაიტაროს. ძალიან კარგი არის ეს უფასო გამოკვლევა, მივესალმები და რაც უფრო ხშირად ჩატარდება, აი სხვა სპეციალისტებთან ერთად ცოტა ესეთი დასახლება არის, რომ პოლიკლინიკა ჩორსა გვაქვს ფიზიკურად ვერ მივდივართ და თუ კი აქ იქნება და ახლოს გვექნება და ხშირი კონტაქტი სხვადასხვა ექიმებთან ძალიან კარგი იქნება. ქართველი იუნკერების გმირობა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია. თბილისის პარლამენტის შენობაში დღეს ქვეყნის პრემიერმა და პრეზიდენტმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. იუნკერთა თავდადებას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვეს. ჯერა რომ მშვიდობიანი და პრაგმატული პოლიტიკით აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს მიწაწყალს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორ ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. საღამოს საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრო გიორგი მარგველაშვილის შეფასებით ქართველ იუნკერთა გმირობა სამშობლოსთვის თავდადების მაგალითია. ხელისუფლების წარმომადგენლებმა იუნკერთა საფლავი გვირგვინით შეამკეს და გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. იუნკერებმა 99 წლის წინ გვაჩვენეს სამაგალითო გმირობა. მათ თავი გასცეს საქართველოს თავისუფლებისთვის და ისინი გმირულად დაეცნენ მიწაზე და მე მინდა გითხრათ რომ ეს არის მართლაც მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ. მათ მოგწეს მაგალითი თავგანწირვის და სამშობლოს სიყვარულისა. სწორედ მათი უგდავის სულის ჩვენება იყო და ის ფაქტი რომ დღემდე ჩვენ მათ მოვიხსენებთ და კეთს ვიხრით, ეს არის ჩვენთვის მაგალითის მომცემი. საქართველოს რომ არის თავისუფალი, რომ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, ეს არის გმირი იუნკერების დამსახურებაც. დღეს ჩვენი ქვეყანა ასევე დგას გამოწვევების წინაშეც, ჩვენ წინაშე არის სირთულეები, მაგრამ მე მჯერა რომ ჩვენ ყველანი ერთად ამ სიძნელეებს გადავლახავთ. ჩვენ ჩვენი სწორი პოლიტიკით თანმიმდევრულად, პრაგმატული ხედვებით და მიზანდასახულობით ჩვენს ქვეყანას აუცილებლად გავაერთიანებთ. შეიძლება წააგო ომი, მაგრამ მაინც გაიმარჯო, მაინც დათრგუნო შენი მტერი, შენი თავდადებით, შენი ვაჟკაცობით და შენი სულიერი ძალით. და მაშინ, როდესაც ჩვენი წავაგეთ ის ბრძოლები, რომელმაც საქართველოს ხანმოკლე დამოუკიდებლობას მაშინ ბოლო მოუღო, იუნკერთა გმირობამ ჩააგდო ის ფესვი, რომელმაც მერე მოუტანა საქართველოს დამოუკიდებლობა, რომელიც არასდროს არ ჩამკვდარა. ფესვი, რომელიც ყოველთვის ღვივის და თესლი, რომელიც ყოველთვის ჩვენ სამშობლოს დამოუკიდებლობას სიძლიერეს და მომავლისკენ გახედვის შესაძლებლობას აძლევს. საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის ოკუპაცია 1921 წელს საბჭოთა არმიამ განახორციელა. 25 თებერვალს საბჭოთა არმია საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე მხრიდან შემოიჭრა. მოკავშირეების გარეშე ბედის ანაბარად მიტოვებულმა ქვეყანამ ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა რუსეთის არმიას, რომელმაც დაიკავა თბილისი და აქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში გადავიდა.
ხოლო იმავე წლის მარტში საქართველო დატოვა და ემიგრაციაში წავიდა. საბრძოლო მოქმედებები მარტის მეორე ნახევრამდე გრძელდებოდა. განსაკუთრებული წინააღმდეგობა რუსულ არმიას ახალგაზრდა იუნკერებმა გაუწიეს. იაღლუჯის მიდამოებში ქართველმა მეომრებმა მოიპოვეს საბრძოლო წარმატება. განსაკუთრებით თავი ისახელეს თბილისის სამხედრო სკოლის იუნკერებმა, რომლებაც მტერი ქოროღლის ციხის, კუმისისა და ვაშლოვანის იქით განდევნეს. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ამ 1921 წლის თებერვალ-მარტს შედეგად მოხდა საქართველოს ხელახალი დაპყრობა, ხელახალი ანექსია, ოკუპაცია და რაც იყო უდიდესი ზიანის მომტანი ქართული სახელმწიფოებრიობისათვის, გამომდინარე იქედან, რომ ქვეყანამ დააკარგა თავისუფლება და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო ამჯერად უკვე საბჭოთა იმპერიის შემადგენლობაში იქნა შეყვანილი იძულებით, რაც თითქმის 70 წელი გრძელდებოდა და მოგვიანებით 90-იან წლებში გახდა შესაძლებელი, რომ ქვეყანას ისევ აღედგინა დამოუკიდებლობა. იუნკერთა ხსოვნის დღე თბილისში საქართველოს პარლამენტის შიდა ეზოში აღინიშნა. პარლამენტის ხარების სახელობის სამლოცველოში კი სულების მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინა. დღის ამბებში რეკლამის დროა, ჩვენ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. თუ დაგაეჭვათ სურსათმა, რომელსაც მოიხმართ. თუ არასათანადო პირობებში იყიდება, ინახება, ან გადაიზიდება, გაფუჭებულია, დაბინძურებულია, ან გამოუსადეგარია საკვებად. თუ ეტიკეტი გაუგებარია, ან არ ხართ დარწმუნებული, რომ ის შიგთავ შეესაბამება. დარეკეთ ცხელხაზზე, ახლა უკვე საქართველოს რეგიონებშიც. გაიგე რა სჯამ. ინიციატივას მხარს უჭერს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, ევროკავშირი და შვედეთის მთავრობა. 2015 წლიდან საქართველო ახალი თაობის ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის. ახალი ფორმატის მაუწყებლობაზე გადასვლა სახელმწიფო მნიშვნელობის ფართომასშტაბიან რეფორმას წარმოადგენს, რომელიც მთავრობის მიერ განსაზღვრული სამოქმედო გეგმისა და რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება. რეფორმა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხება. გამონაკლისს მხოლოდ საკაბელო, თანამგზავრული და ინტერნეტ ტელევიზიების მოხმარებლები წარმოადგენენ. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ან დაგვიკავშირდით ცხელხაზზე. ციფრული ტელევიზია, სამყარო უკეთესი ხარისხით. დასავლეთ საქართველოს რეფერალური ჰოსპიტალი თავაზობთ 24 საათიან სრულ კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ მომსახურებას. მხოლოდ ჩვენთან დიაგნოსტიკა და მკურნალობა უახლესი მეთოდებითა და ახალი თაობის ციფრული აპარატურით. ჩვენ დაგეხმარებით დროულ გამოჯამრთელებაში. მისამართი: ჯავახიშვილის ქუჩა 83A. სიახლე რიკო კრედიტში. ყველა ფულადი გზავნილი ერთად. დაზოგე თანხა და მიიღე 24 საათიანი სწრაფი მომსახურება კვირაში 7 დღე. რიკო კრედიტი. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ, განვაგრძობთ პროგრამას. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს ახალი პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. რას ისახავს მიზნად პროექტი, რომელიც 14 თვე გაგრძელდება და ვინ გაუწევს პარტნიორობას სიდას მიერ დაფინანსებულ პროექტს, ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით და სიდას დაფინანსებით ახორციელებს პროექტს იმერი, ანუ იმერეთის მუნიციპალიტეტების ერთობლივი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს უზრუნველყოს ეფექტური თვითმმართველობის განხორციელება იმერეთში და ხელი შეუწყოს მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სამი მთავარი მიმართულება აქვს. ერთი არის საადვოკაციო მიმართულება, მეორე არის საინფორმაციო კომპონენტი და მესამე მიმართულება გულისხმობს ჟურნალისტთა კორპუსის გადამზადებას თვითმმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც დასრულდება ასევე ტრენინგში მონაწილე ჟურნალისტებისთვის კონკურსის გამოცხადებით საუკეთესო სტატიის თაობაზე ადგილობრივ თვითმმართველობასთან მიმართებაში. ეს იდეა და ინიციატივა წამოვიდა სახელმწიფო წუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან და გვინდა რომ რეგიონებში განსაკუთრებით მოხდეს მოსახლეობის გააქტიურება. სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ აღნიშნული პროექტის დაფინანსებისთვის მიგვიმართა დონორებისათვის და სწორედ LDA ჯორჯიამ მოახერხა ჩვენთან თანამშრომლობებთან ერთად ჩვენი ინიციატივით მიემართა დონორებისათვის და აღნიშნული გრანტი დაფინანსებული იქნა გასული მიმდინარე წლის დასაწყისში და ამიტომ ჩვენ დღეს ვაკეთებთ ამ პროექტის პრეზენტაციას, რომლის მიზანიც არის, რომ იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში მოვახდინოთ მოქალაქეების გადამზადება და მათი ჩართულობის ამაღლება გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე იქნება ტრენინგები საზოგადოებისთან ურთიერთობის საკითხებში გამგებლებისათვის.